გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ძალიან საინტერესო ამბებს ვისმენთ, მეგობრებო. ლევან ხაბეიშვილი გამოდის და გვაუწყებს, რომ 4 ოქტომბერს ისინი ალტერნატიულ არჩევნებს ჩაატარებენ. საინტერესოა ტექნიკურად ეს როგორ უნდა მოხდეს. როგორც ვიცით, ნაცები კატეგორიულად ითხოვენ, რომ ქართულმა ოცნებამ თავისი კანდიდატურა ნებისმიერ მომავალ არჩევნებში ჩაახსნას. ანუ მონაწილეობა არ მიიღოს. რატომ არ უნდა მიიღოს ოცნებამ არჩევნებში მონაწილეობა? ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია, მაგრამ ნაცებმა უკეთიციან. და ხაბეიშვილი 4 ოქტომბერს ალტერნატიულ არჩევნებს რომ ჩაატარებს, იქ ბიულეტენებში დარწმუნებული ვარ, ოცნების ხსენება არ იქნება. იქნებიან ნაცები, ნეონაცები, ნაცუკები, ნაცოშკები და ნაცარქექიები. ალტერნატიულ არჩევნებზე ალტერნატიული ამომრჩეველი მივა და ნაცების 7-ფერიანი სპექტრიდან ერთ-ერთს შემოხაზავს. საქმეც გაკეთდება და შედეგიც ალტერნატიული დაიდება. ხაბეიშვილმა ისიც გითხრა, რომ ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეს ალტერნატიული არჩევნები, მაგრამ მსჯელობა მიდის. მსჯელობა, დებატები, დისკუსია, კამათი. მე როგორც წარმომიდგენია ალტერნატიულ არჩევნებს ალტერნატიულ სამყაროში ჩაატარებენ. დიახ. ჩვენმა გამოჩენილმა პაატა ბურჭულაძემ თავისი შესანიშნავი ტემბრით გვაუწყა, რომ არჩევნები ტელეფონით ჩატარდება. სოფლიო ბასმა ვიღაცებთან შეხვედრაზე ბრძანა, ჩვენ თვითონ ჩავატარებთ არჩევნებს დევიზით არ ჩაგატარებინებთ ცრუ არჩევნებს. და ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, მაგრამ ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთშიო. მე ჩემდა უნებლიეთ გამეცინა, რადგან ესტონეთზე პაატამ მოიცრუა. არ ჩატარებულა ესტონეთში ტელეფონით არჩევნები, იყო ამაზე მსჯელობა, მაგრამ სწრაფი ესტონელები ჯერჯერობით საერთო დასკვნამდე ვერ მისულან. ბურჭულაძე კი მივიდა და მზად არის ტელეფონით გაიმარჯვოს. და რატომ მაინც და მაინც ტელეფონით? აი ეს ის კითხვა, რომელზეც მე პასუხი არ გამაჩნია. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც ბურჭულაძეს აქვს. ალბათ სადღაც ასეთი რამ გაიგონა, აენთო და ახლა ტელეფონურ არჩევნებზე ყველას უყვება. საერთოდ რომელი ტელეფონი აქვს მხედველობაში? სახლის დისკიანი ტელეფონი თუ ფანრიანი ნოკია? რა არის ეს, მეგობრებო? რა უბედურებაა ჩვენ თავს და უბედურება იმიტომაა, რომ ამდენი ბრიყვი საიდან შეიყარა. ამასთან ვფიქრობდი, ნაცებს რატომ გამოყავთ ასპარეზზე მხოლოდ ბრიყვები? რა აზრიდებს ამაში? ხომ უნდა იდოს რაღაც რაციონალური აზრი, რომ მხოლოდ ბრიყვებს ალაპარაკებენ და ბრიყვები რას იტყვიან? სიბრიყვეს და არაფერს სიბრიყვის გარდა. ეხ ამაზე დიდხანს ვიფიქრე, რატომ ხდება მეთქი ასე და მე მივხვდი რაშიც ყოფილა საქმე. დიახ, მივხვდი რატომ ალაპარაკებენ ბრიყვებს და აზრიან, ანუ ჭკვიან ადამიანებს კი რატომ მალავენ. იმიტომ რომ ასეთები არ ყავთ. დიახ, ნაცებს ჭკვიანი და აზრიანი ინდივიდები არ ყავთ და ეს გასაგებიცაა, რატომ არ ყავთ. აბა აზრიანი, ჭკვიანი და ნამუსიანი ადამიანი თუ ხარ მათ გვერდით, როგორ დადგები? დიახ, როგორ დაუდგები გვერდით უგულავას, ლაკას, ჭიჭეს, სამადაშვილს, ახალაიებს, მამაშვილს სანიკიძეს, გვარამიას და ახლა უკვე ბურჭულაძესაც. და თუ დაუდექი, მერე დარჩენილი ცხოვრება როგორ უნდა იცხოვრო? ღამე ხომ ვერ დაგეძინება იმ აზრით, რომ ნაცებთან ideki მხოლოდ და მხოლოდ პირადი სარგებელის გამო. უძილობა გარანტირებული გექნება. მოკლედ, სრულიად სიბრიყვეს უფევს მათ რიგებში. ასე რომ არ უნდა გვიკვირდეს არც ხაბეიშვილის ალტერნატიული არჩევნები, არც ბურჭულაძის ორკაპიკიანი ტაქსოფონით სირბილი და არც ჩორგოლეიშვილის ძიებანი თავისი ადგილისა ჭეშმარიტად ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გვერდით. და კიდევ ალეკო ელისაშვილმაც გაგვახარა. დიახ, ალეკო ელისაშვილმა მოგვიწოდა, რომ 26 მაის ქუდზე კაცი, ჩიხტიკობზე ქალი, ჩუპაჭუბზე ბავშვი გამოვიდეთ და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ქედი არ მოგვიხრია.
მე ვიცი ამად დავანგრევთ ოქტომბერშიო. დიახ, ალიკო ელისაშვილისთვის ისევე როგორც მთელი ნაცობისთვის მთავარია მსოფლიოს რამე დაანახოს. მსოფლიოს გაფაცისებით ელოდება ხოლმე თუ როდის დაანახებს ელისაშვილი მათ რამეს. მსოფლიოს სხვა სადარდებელი არ აქვენ. და ბოლოს, როგორც მივხვდი ეს ჩვენი რობესპიერ დანტონ მარატები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ. აკი არ აპირებდნენ. ხოდა ძალიან კარგი მიიღონ, ჩვენ კი შარლოტა კორდეს მოვამზადებთ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.